და გამოშვების ბოლოს კულტურის სიახლეები ფესტივალი ბათუმური საღამოები მომდევნო კონცერტისთვის აქტიურ სამზადისშია. ხომსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საგუნდო კაპელა წარსდგება. საღამოში მონაწილეობის მისაღებად ემზადება სოფო ხალვაში, ნინო ქათამაძე, ირაკლი კახიძე. შემსრულებლებმა გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს. საღამოში მონაწილეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლა 11 წლედის მოსწავლეებიც მიიღებენ. ორგანიზატორები კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ ბევრი ემოციითა და სიურპრიზით დატვირთულ საღამოს პირდებიან. ფესტივალის ფარგლებში ზამთრის სეზონის დასრულებამდე კიდევ 4 ღონისძიება გაიმართება. ძალიან ბევრი ექსპერიმენტი იქნება იმპროვიზაციები, რომელსაც მსმენელი იქვე მაყურებელთან ერთად შეასრულებენ მომღერლები, ასე რომ მე მოუწოდებ და ვურჩევ ყველა მუსიკის მოყვარულებს და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს რომ მობრძანდნენ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საღამოს მომწრენი იქნებიან ხვალ ფესტივალ ბათუმური საღამოების ფარგლებში. ბედნიერი ვარ რომ ამ ქალაქში, ჩვენს ქალაქში ესე მოხშირდა ფესტივალები, უკვე ტრადიციად იქცა ნელ-ნელა. ხვალ შევასრულებ ბიძეს აგნუზდეის კაპელასთან და ორკესტრთან ერთად, დირიჟორი მამუკ ალაფიშვილი და ერთი ნომერი კაპელასთან კიდევ პიანისტთან ერთად და ესე იგი რა სხვა დირიჟორთან ერთად აღმართ ერთი ქართულიც. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვიღებ მონაწილეობას და მინდა რომ მართლაც დიდ ტრადიციად იქცეს ეს ფესტივალები სამომავლოდაც. ველოდებით რომ აუცილებლად მოვა ბევრი მაყურებელი, მსმენელი ბათუმში. მე პირადად ძალიან მიხარია და ძალიან ესე ვთქვათ, ესეთი მოლოდინი მაქვს. მიხარია ყოველთვის აქ გამოსვლა ბათუმში, ბათუმელებს როცა უმღერი და მთელი გულით მოკლედ ველოდებით და ვეუბნებით ყველას რომ იქნება ძალიან ლამაზი, თბილი და კარგი საღამო.